116 დაკავებული და 45 დაშავებული ერევანში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. დაშავებულთა შორის აქციის მონაწილეების გარდა 25 სამართალდამცველი და რამდენიმე ჟურნალისტია. ადგილობრივი მედიისა და სამართალდამცველების თქმით, საპროტესტო აქციაში პოლიციის განყოფილებაზე თავდამსხმელების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მათივე ინფორმაციით დაპირისპირება აქციის მონაწილეების მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობას და ქვების როლას მოჰყვა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. თავდასხმა კი ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე 17 ივლისს მოხდა, შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს, 5 მომდევნო დღეების განმავლობაში გაუშვეს, თუმცა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები ამ დრომდე მძევლებად რჩებიან. შეერაღებული პირების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას იარაღის უკანონო შენახვისთვის დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირარ სეფილიანის გათავისუფლება წარმოადგენს. ამას გარდა თავდამსხმელები პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომასაც ითხოვენ.